შერჩევის ხელოვნება და ხარისხიანი პროდუქტების ამოცნობის წესები, მარტივი რეცეპტები და ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ინფორმაცია ორგანიზმზე საკვების ზემოქმედების შესახებ. რადიო იმედის ეთერშია მარიამ დინარაძის გემრიელი რეკომენდაციები. მოგესალმებით FM 105.9-ზე გემრიელი რეკომენდაციების დრო დადგა, რომელსაც სმენის პარალელურად შეგიძლიათ უყუროთ კიდეც რადიო იმედის Facebook გვერდის საშუალებით, ასევე პორტალებზე MyVideoG, იმედი.gr და მაგთის IPTV 53 არხზე. დღეს ვისაუბრებთ ისეთ გემრიელ პროდუქტზე, როგორიც არის ყველი და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო გადაცემა გქონდა, რა თქმა უნდა, ქალბატონ ანა მიქაძესთან ერთად რამდენიმე თვის წინ ყველის ისტორიაზე, სხვაობებზე, სხვადასხვა სახეობებს შორის და დღეს ყურადღებას გავამახვილებთ არჩევის წესებზე, შენახვის პირობებზე და მდგომარეობაზე, რა ტიპის პროდუქცია იყიდება ქართულ ბაზარზე, სად გვხდება პრობლემები და ასე შემდეგ. მოგესალმებით ქალბატონა, რა თქმა უნდა, ვინ თუ არა თქვენ იქნებოდი დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, ყველის ისტორიის მკვლევარი და მეყველე. დიახ, აუცილებლად მეყველე. იმიტომ რომ ძალიან მინდა ამ ტერმინის დამკვიდრება, რადგან ქვეყანაში გვაქვს მევენახემთნება, გვაქვს მეღვინე, რატომ არ უნდა იყოს მეყველე. მე ამ პროექტის დაწყების წამიდან დავირქვი, ასე ვთქვათ, მაშინ არ ვაპირებდი პრაქტიკოს მეყველეობას ასაკურველი, იმიტომ რომ ჩემი თემა იყო არტიზანული ყველის აღორძინება, ვიწყებული სახეობების მოძებნა, დაბრუნება, დარეგისტრირება და დახლებზე მათი დაბრუნება და წარმოებაში ჩაშვება საოჯახო მეურნეობებში და ისე აღმოჩნდა, რომ რიგი ყველების გამკეთებელი რომ ვერ ვიპოვე, მე მომიწია ამ ყველების გაკეთება და ისე შემიყვარდა ეს საქმიანობა, რომ დამავიწყდა რომ ვიყავი ფილოლოგი, დამავიწყდა რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების დედას მეძახდნენ თავის დროზე და ელექტრონულ ანას ყველაფერი დამავიწყდა და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება 27 წელიწადია უკვე ამ თემაზე ვმუშაობ და ალბათ ერთი 3 უნივერსიტეტი გამოიჭრება ამ ბადაში და მართლა დავამთავრე ეს 3 უნივერსიტეტი ტექნოლოგიის, თუმცა ვიბრალებ ტექნოლოგობას, მაგრამ პრაქტიკოსი მეყველე ნამდვილად ვარ და ძალიან მიხარია რომ ჩემ თავს ეს დავარქვი და შემომრჩა ეს სახელწოდება. ეხლა რაც შეეხება თქვენს თემას, ერთი მადლობა იმისთვის, რომ არასდროს იმედს არ ავიწყდება ამ თემაზე საუბარი და ყოველთვის ისეთი ძალიან გონიერი მასპინძლები ხართ ჩემთვის და მომხმარებლისთვისაც, იმიტომ ძალიან საჭირო რომ თემას ვეხებით, როდესაც საუბრობთ კარგ ყველზე და ცუდ ყველზე, როდესაც საუბრობთ სასარგებლო რძის პროდუქტზე და უსარგებლო ეს ნებისმიერ კვების პროდუქტს ეხება, მაგრამ განსაკუთრებით ზემგრძნობიარე გახლავთ რძე და ყველი, იმიტომ რომ ამაზე მოდი ასე ჟარგონს ვიტყვი, კაპრიზნი, პრეტენზიული, ნედლეული როგორც რძეა, დედამიწის ზურგზე მეორე არ არის, თუმცა ჩვენ ადამიანები ვიწყებით რძით, დაბადებისთანავე პირველი რასთანაც გვაქვს შეხება არის დედის რძე და ასეა ყველა ბიოლოგიური არსება, ამიტომ ამ პროდუქტს მარტო საგემოვნო თვისებისა და გამო არ იღებს და არ ითხოვს ჩვენი ორგანიზმი, ჩვენი ტვინი, ჩვენი რეცეპტორები, არამედ პირდაპირ ხაზგასმულია მისი სარგებლიანობა და აუცილებლობა ფეხის ფრჩხილიდან თმის ძირამდე რძით და რძის პროდუქტებით ვშენდებით. ჩვენი საშენი მასალა არის, ჩვენი საშენი მასალა არის, ამიტომ მე რაც უფრო ღრმად შევედი ამ თემის, ასე ვთქვათ, შესწავლაში და გავაცნობიერე რასთან მქონდა საქმე, მივხვდი რომ ეს იყო მისია და მე ეს უნდა შემეფერებინა და მე ეს უნდა გამემართლებინა, რომ დავიბრალე სიტყვა მეყველეობა და დღეს თამამად შემიძლია თქვა, რომ არა მარტო საქართველოში, უცხოეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში მიწვევენ როგორც ექსპერტს და მანდ ვმუშაობ ხოლმე თვეობით, ახლა რამდენჯერმე მომიწია უკვე ჩასვლა ისეთ არაჩვეულებრივ წყნარ მშვიდ ევროპულ ქვეყანაში, როგორც ჩეხეთი, ერთ პატარა ქალაქში ჩავდივარ და უძველესი წარმოშობის, ასე ვთქვათ, 1919 წელს დაარსებულ ყველის ქარხანაში ფაქტობრივად მუზეუმში მიწევს მუშაობა და ერთი ბედნიერება ამასთან თქვენგან არის ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციების მოსმენა არჩევის წესებთან დაკავშირებით. მე ერთგვარ პატარა შესავალს გავაკეთებ, სანამ კითხვას დაგისვამთ, ძალიან დიდი ხანია საკვები პროდუქტების არჩევის წესებთან დაკავშირებით მუშაობ, როგორც რადიოში, ასევე ტელევიზიაში მაქვს ჩემი რუბრიკა და ხშირად მომხმარებელს აქვს არასწორი წარმოდგენა ზოგადად პროდუქტებთან დაკავშირებით, რას ვჭამ, საშინელებას ვჭამ და ასე შემდეგ. ასე ნამდვილად არ არის, ანუ ზოგადად პროდუქტების შემოწმებისას ყოველწლიურად დინამიკა არის დადებითი სხვადასხვა პროდუქტებთან დაკავშირებით და ის რომ ყველაფერი ცუდი და უხარისხო იყიდება, ეს ასე არ არის, მაგრამ ყველთან დაკავშირებით არის ცოტა პრობლემა. ანუ ყველი ცოტა არა, ბევრი. ხო, საკმაოდ დიდი პრობლემა. ანუ ქართული
სრული კანონმდებლობით ყველი შეიძლება იყოს პროდუქტი, რომელიც მხოლოდ რძისგან მზადდება და არ რძის ფხვნილისგან, რაც არ უნდა ნატურალური იყოს ფხვნილი, აუცილებლად უნდა იყოს რძისგან დამზადებული და მასში სხვა ინგრედიენტები არ უნდა ფიგურებდეს, ის რაც ჭრის რძეს და მხოლოდ რძე და რძის ცხიმი. დიახ, და რატომ არის რომ ყველთან დაკავშირებით ცოტა რთულია ამ პრობლემის მოგვარება? მე კი მაქვს ჩემი მოსაზრება, არ ვიცი რამდენად მართალი, მაგრამ თქვენგან არის საინტერესო. ნახეთ როგორ გაგვიმართლა თქვენ და მეც დღევანდელ დღეს მე 3 საათზე უნდა შევხვედროდი სამინისტროში ზუსტად ამ თემას ზუსტად რაც თქვენ ჩამოარაკრაკეთ ზუსტად ამ თემაზე არის იყო შეხვედრა დანიშნული გადმოიტანეს იმის გამო რომ მინისტრს ჰქონდა სხვა გრაფიკი და გადმოიტანეს და 12 საათზე მომიწე და ეხლა პირიქით დაველოდე იქ მის თქვენს ეთერში მაგვიანდებოდა კიდეც არ დავსვი კითხვას ან არ მოვისმინე ის პასუხი რაც მჭირდებოდა ნუ ძალიან ჩქარობდი მაგრამ მოვასწარი ეს ეთერის და ის პასუხიც მოვისმინე და სიამოვნებით გაგიზიარებ და აქედან ვეუბნები ეხლა მადლობას მე არ მაქვს ესეთი ინტენსიური თანამშრომლობა სამინისტროსთან სამწუხაროდ სულ ველათავარ გაჭრილი და ვერ ვიცლი იმისთვის რასაც ქვია რეგულაციებთან ურთიერთობა და რეგულაციების სწორად დაგეგმა უჩემოთ რასაკურველი ახლა მე ერთი რიგითი მეყოლე ვარ და რიგითი ერთი მკვლევარი ვარ და რიგითი ერთი ასოციაციის თავმჯდომარე ვარ ხო მეყოლეობი და ჩემი ფესტივალები მაქვს ჩემი ასე დამოკიდებულება მაქვს როგორ განვითარდეს უნდა არტიზანული ყველი სოფლის ყველი ერთი ოჯახის ყველი ერთი დაკარგული აღდგენილი ყველი როგორ უნდა განვითარდეს ისე რომ სოფლიოს ყურადღება მიიქციოს იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხელით წარმოებული ყველი და ინდუსტრიული ყველი განსხვავდება ერთმანეთისგან საგემოვნო თვისებით ტექნოლოგიის თვალსაზრისით და ხო, ესაც მინდოდა მეკითხე ერთ-ერთი ჩემი კითხვა ეს იყო სხვაობებთან დაკავშირებით. დღეს უკვე მე რამდენი შეხვედრა ტარდება და დღეს უკვე მინისტრიც დაესწრო ამ შეხვედრას და ძალიან გამიხარდა და თქვენ სიხარული გაცნობთ თქვენს და მსმენელებსაც რომ გაიმიჯნება კანონმდებლობით გაიმიჯნება ნედლრძეზე დამზადებული ყველი თავისი ყველაფრით და მხოლოდ მას ერქმევა ყველი. ეხლა ასია, მაგრამ კიდევ უფრო გამკაცრდება ეს რეგულაცია და თუ სიტყვაზე არის ყველი დამზადებული არა მე ახარ ვიტყვი ხაფხნილი და ტრანსხიმები აღარ დაგღლით ამ ტერმინებით, მაგრამ თუ არ იქნება ის მეორე, რომელიც არ შეესაბამება ნედლრძეზე დამზადებულს, თუნდაც ვქოთ პასტერიზებულს და ესეთი ცხოველური ცხიმით დამზადებულს, იმიტომ რომ ხომ არსებობს ტრანსხიმები, ქოქოსის, პალმის და ასე შემდეგ მცენარეული ცხიმები, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს რძესთან. თუ გინდა რომ ვეგანური ყველი გააკეთო და გინდა სიტყვაზე სოიოს ყველი გააკეთო და იქ გაურიო შენი მცენარეული ცხიმები, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ყველი აღარ არის. არა, რასაკურველი. ყველი სიტყვა არ უნდა ჭაჭანებდეს, გარდა იმისა, რომ უამრავ მოთხოვნას და აყენებს უკვე სახელმწიფო, რა უნდა ეწეროს ეტიკეტზე და მეტიც, რაც ყველაზე მეტად გამიხარდა, არ ვიცი ეს ახსრულებადია თუ არა, მაგრამ უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ეს მოვისმინე ამ წუთას და როგორ არ გაგიზიაროთ, სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, უბნის მაღაზიებშიც კი სახელმწიფო დაავალდებულებს გაყიდვების მოედანს, რომ ასეთი პროდუქტი, რომელიც არ იქნება რძისგან ნაწარმოების, ერთი იასამნისფერი არის პირობითად შერჩეული, ეტიკეტზეც უნდა იასამნისფერი ნიშანი უნდა იყოს დატანილი, არ არის იყოს შესაძლებელი ამოცნობა. არ არის ნედლძეზე დამზადებული პროდუქტი, არა მარტო ყველი, იქ არის მაწონი, იქ არის გარაკი, იქ არის ნადუხი და ასე შემდეგ, ზოგადად ეს არაჩვეულებრივი ღმერთის მიერ ბოძებული ნედლეულისგან დამზადებული მთელი ჩამონათვალი და მე და თქვენ სამარჩიელო კი არ გაგვიხდება და სამკითხაო. ეს ნამდვილი ყველია თუ რა უკვე კანონი მავალდებულებს, რაც მოვისმინე დღეს და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიხარია. ფერითაც კი გამოყოფილი იქნება ის პროდუქტი, მას ექნება იასამნისფერი ფონი. იასამნისფერი ნიშანი იქნება დატანილი, რომ ეს არ არის სიტყვაზე ამად ამ რაღაც და ნატურალურს ექნება თავისი მახასიათებელი, ანუ ნიშანი იდენტიფიცირება იქნება გაცილებით უფრო მარტივი და წარწერით შენ შეგიძლია არ იმარჩევ აი მე რა ვქნა ეს ახლა მართლა ფხვნილისგან არის დამზადებული თუ მართლა ტრანსხიმები აღარ ვიმარჩიელებ და არც ვართ ვალდებულები ჩვენ მომხმარებლები რომ ლაბორატორიებში ვირბინოთ და ლაბორატორიებში არა მოგვხსნა ეს ვალდებულება ეს მარჩიელობა და ეს გაურკვევლობა სახელმწიფო მოგვიხსნა კიდევ ერთხელ მე როგორც რიგითი მეყველე მე როგორც მკვლევარი მე როგორც გულშემატკივარი არტიზანული ყველის რასაკურველი ინდუსტრია ყოველს უდიდეს პატივს ემდა
მხარს უჭერი, იმიტომ რომ ხა გამოყვება ცოტა რთული თემა, ყველა დამბალ ხაჭოს ვერ შეჭამს, ყველა ნარჩს ვერ შეჭამს, იმიტომ რომ 70 ლარი გახდა. გარდა იმისა, რომ სპეციფიურ საგემოვნო რეცეპტორებზე არის დამოკიდებული ამ ყველების სიყვარული, ყველებს ვამბობ, მრავლობიჭი ვიცი, ფილოლოგი ვარ, არ მეპატივა, მაგრამ ნუ ასე მომწონს და ბაპატიოს მსმენელმა. ესე იგი, დამბალ ხაჭოს თავისი გურმანი მომხმარებელი ყავს, ნარჩს თავის. მე მახსოვს ავსტრიელი ფოტოგრაფი, როცა ჩამოიყვანა National Geographic-ის ძალიან ამბიციურმა ბლოგერმა ის კაცი შეიშალა, როცა ნარჩი ავიყვანეთ მე შეაქვია სვანეთში და ირა ანსიანის ოჯახში გავასინჯეთ ნარჩი, თქვენო გიჟები ხართო. იმაში რესტორნებში რომ მარილიანი და ესეთი არა ასეთი ასეთი ყველი გაქვთ და რესტორნებში არ გაქვთ. ეხა რესტორნებში გაჩნდა უკვე, ანუ ჰორეკა სისტემა უკვე იცის ასაკო, დიდი ხანია უკვე იცის, მაგრამ შეიტანა მენიუში, უბრალოდ იმდენად ძვირად ღირებულია ეს ყველი, რომ ცხადია მომხმარებლის ჯიბეს უნდა თქვა წდებოდეს, თორემ ის ყველის ისახეები ჩამოთვალეთ, რომელიც ასე ყოველდღიურ მოხმარებაში არ არის. ძირითადად მომხმარებელი ყიდულობს იმერულ ყველს, ნუ შეიძლება ქარხნული ყველიც შეიძინოს და ნუ სულგუნიც შეიძლება. არის გონიერ ხალხთან სტუმრობა. იმერული ყველი და სულგუნი ყველი არის ჩვენი მასიური მოხმარების ყველი, როგორც არის მაგალითად საფრანგეთში პარმაჯანო და ესეთი გავრცელებული ყველები, ხო? ჩვენ დღეს ზუსტად ეს მოვასწარი კითხვის დასმა მომეჩქარებოდა თქვენთან ერთად, მაგრამ გავუზიარე მინისტრს, რომ ჩვენ დიდი ფუფუნება გვაქვს, იმიტომ რომ მაგალითად ბაზარში რო შედიხარ, აგრარულ ბაზარში, ყველა გადყუებს, რო აქვს საზანოს იმერული, რო აქვს მარტვილის სულგუნი, რო აქვს საირმის ყველი. იმიტომ რომ საირმის ყველი, საზანოს იმერული და მარტვილის სულგუნი მე სელეგენს ვეძახი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ზელეკინ მოზილე კლავ და აქედან მოდის და მთელი დასაბრუნებელი გვაქვს ეს სახელი. მეგრულ სულგუნს სელეგენი უნდა ერქვა და სელეგენად უნდა დავარეგისტროთ, ეს სხვა თემა არის, მაგრამ ნახეთ, საირმის სულგუნი ცალკე უნდა დავარეგისტრიროთ, საზანოს ცალკე უნდა მარტვილის სულგუნი ცალკე უნდა დავარეგისტროთ, საზანოს იმერული და იმის რა საირმის ცალკე, იმიტომ რომ ხალხმა უკვე გამოარჩია. ანუ ხალხის მიერ არის ეს გეოგრაფიული აღნიშვნა და სოფლის სახელწოდება დაფიქსირებული. კამემბერი სოფელში დაბადებული ყველია, ხო? დედაოების ყველი არის კამემბერი. სხვათა შორის წამოგიღეთ კამემბერი, იმიტომ რომ ობზერვ უნდა ვისაუბროთ თქვენი ეთერის შემდეგ. წამოგიღეთ სწორედ კამემბერი ხელთ მქონდა, დილასაც ჩავწერე პატარა ვიდეო რა როგორ შეიძლება გავარჩიოთ კეთილშობილი და პათოგენური ობი ერთმანეთისგან. ნახეთ როგორი რაღაც არის. დრომს მოაქვს ეს მოთხოვნა. თქვენ რომ გაგიჭირდათ სიტყვაზე როგორ ავარჩიო მე კარგი და ცუდი, ყველეგერ სახელმწიფო გეხმარება უკვე მეში როგორ გაარჩიო. კი არ გეხმარება, ავალდებულებს მეწარმეს. მაგრამ ეს ალბათ უფრო ისეთ ადგილებში, სადაც ეტიკეტირება ყველის აუცილებელია, მაგრამ აი ბაზარსაც ასაწონია. მე მაგალითად გურიაში, მე გეტყვით როგორ ყიდლობ ყველს. მე გურიაში, ბაზარში, ოზურგეთის ბაზარში ვაბარებ და ცოტა დიდი რაოდენობით 5-6 თავი მოაქვთ ხოლმე, ჩემთვის შემდეგ ვინახავ და ესე მივირთმევთ და აი ამ შემთხვევაში რომ არ არის ეტიკეტირებული, უბრალოდ გლეხმა ჩააბარა და ისყიდის. არის შესაძლებელი არ არის ხარისხის დადგენა ქვეყანა ცივილიზებული, სადაც გლეხსაც არ მოეთხოვება ეტიკეტირება. არ არის ესეთი ქვეყანა. რატომ? მე მქონდა აქცია მთელი თვენახევარი ძაღლის ყბა გამოვიბი და დიღმის მასივში, სადაც დავინახე ქუჩის გაყიდვა, გარემო ვაჭრე, ასე ვთქვათ, არ ვერჩი არაფერს, იმიტომ რომ ბევრის ესეთ სასაცილო რაღაცა გადამხდა ამის გამო. ვიდექი და საათობით ვუკითხავდი ლექციებს ქალბატონებს, გლეხურად გამოწყობილ ქალბატონებს, არ ვიცი გლეხები არიან, არ არიან, ნამდვილად არ მათი საბუთები არ შემომიწვევენ და არც მათი ადგილწარმოშობა მიკოლევია, მაგრამ როდესაც ხედავდი რომ მინერალური წყლის ნახმარ ბოთლში იყო რძე ჩამოსხმული, ვიდექი და ლექციას უკითხავდი, რამდენად საზიანოა. არც მოველოდი ასეთ კატეგორიულ თავდასხმას ჩემზე, რაც მე ვდებდი ამას სოციალურ ქალბატონებს არ ვაჩენდი თავის ახლა იმდენი ნამდვილად მესმის, PR სპეციალისტი ვარ კიდევ ერთი სპეციალობით და ამიტომ ძალიან კარგად მესმის რომ არ უნდა გამოვაჩინო ადამიანი და არც გამომიჩენია, მაგრამ მათრია ყველა სააგენტომ, ყველა ვისაც არ დაეზარა გვერდებზე რომ ეს გლეხის მტერი, ამას ბოთლების ბიზნესი დაუწყია და უნდა ახლა ეს ერთჯერადი ბოთლების ბიზნესი გაასაღო. რაღაცა ისეთი ფანტასმაგორიული ჭორები მოდიოდა და თავდასხმები რომ ისე გაუბრაზდი ცხოვრებაში რომ არ მიუზრდელი არასოდეს, აი საშინელი სიტყვებით ვამკობდი ამ ადამიანებს, ეუბნებათ თქვენ ხართ და ხაღარ გავიმეორებ ეთერში ამას, მე ჩემი თავის მცხოვრები და ვტიროდი კიდევ მეთქი ეს რა მათქმევინა ეს როგორ თქვი, მაგრამ აი იძულებული გავხდი ქირურგიულად მიმეჭრა მომეჩეხა ეს საშინელი მაგრამ მომხმარებლის პრობლემაც არის, არ უნდა შეიძინოს ესეთი პროდუქტი. წამოვიდა გამოხმაურებები.
მირეკავდნენ ისინი რა ქვია მწარმოებლები, რძის მწარმოებლები, მომპოვებლები და ქალბატონოანა მორიდებულად სად შევიძინოთ ეს ერთჯერადი ბოთლი. არიქა, არ ვიცი სად შეიძლება, მაგრამ დავიწყე მოკვლევა დავადგინე და დღეს დიღმის მასივში გარე მოვაჭრესთან თქვენ ვერ ნახავთ ბოთლის რძეს. ვერ ნახავთ. საერთოდ არ იყიდება თუ მეორე ბოთლში არ იყიდება. არ ვიცი რა მოხდა მერია მაგზალა მუნიციპალურმა აზი არა ვარ, მე აღარ გავყევი ამ იმას, იმიტომ რომ ერთმა ძალიან საყვარელმა ქალბატონმა ციური ქვია. ცხოვრობს სოფელ დიღომში ლექსი მიძღვნა. შენო ანაო, ჩემო ანაო, შენზე ვითახარ მექვევით, როგორ აგიმყრევ წყალსაო ამბები და ისეთი საყვარელი იყო. მეც ხა ლექსებს წერ მოგეხსენებათ და მეც რაღაცა კაფეასავით მიულექსა და ესეთი ჩემსა და ამ ქალბატონ შორის კი შვიდობა დამყარდა, მაგრამ დანარჩენი საზოგადოება კიდე კარგი რომ მე აღარ მიწევდა პირდაპირ პასუხის გაცემა და სხვების სემდნენ პასუხსო რასლა ესო მე ნაგვიდან კი არა მომიხე ჩემი ოჯახის ბოთლი გამოვიყო შედალოცუდოში იქნება და ანგინა გაქვს კარგი არა გაქვს ჭრექი არა გაქვს შიცი არა გაქვს შეიძლება სიტყვაზე ენდო ადამიანს იმიტომ არა არ ირეცხება საყვარელო გადავიღე ვიდეო სადაც ცხელ დუღარე წყალში ჩავდე ეს პლასმასის ბოთლი და დაიჭმუჭნა 2 ლიტრიანი გახდა 200 გრამი თან დაიჭმუჭნა იქვე ჩავდე შუშის ბოთლი რომელიც გასტერილდა ანუ როდესაც ჩვენ პლასტმასის ბოთლის მეორადად გამყარება ისეც არ შეიძლება პეტის ხო ხდებით ისედაც არ შეიძლება მაგრამ ამის ახსნა რო გიწევს ქვეყანაში რა ტრაგედია ჩემთვის რომ ვერაფრით ვერ მაგრამ როცა დავიწყე მე მგონა რომ უამრავი ადამიანი მეტყოდა რომ ყოჩა ღანა რა კარგი გოგო ხარ რომ ამ თემას ხელი მოგიდე იყო ასეთი გამოხმაურებები მაგრამ თუმცა უფრო ცოტა ისეთი გაუკვებელი გაუგებარი ხალხი შემომეს ეხა მე 40000-ზე მეტი სამყავს რა ქვია ფოლოვერი და ყოველდღე იზრდება ამ ფოლოვერების რადგანაც პატარა ვიდეოები მაგ ვასწავლი როგორ შეინახონ ყველი როგორ თქვა თაფში დავარგებული როგორ შეინახონ ღვინოში დავარგებული როგორ რა ცოდნებით მე მომცა ჩემმა ქვეყანა მიმცოდნას უშუალოდ ვაბრუნებ უკან ამ პატარა ვიდეოები და არის პოპულარი 9 მილიონი ნახვები ხდებით კანონი შემოვა აი ზუსტად ეს რეკომენდაციები იმიტომ რომ არ დაგვრჩა ბევრი დრო და გაუზიაროთ ჩვენს მსმენელს რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სანამ გამკაცრდება კანონი არსებობს მაგრამ სანამ გამკაცრდება თუ არის ერთი ძალიან მალე შევა კანონი ძალიან მალე შევა იმიტომ რომ მე არ მახსოვს რომ მინისტრის დონეზე დამდგარი იყო ეს იმიტომ რომ მინისტრის მოადგილე არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი ლაშა ავალიანი რომელიც უშუალოდ კურირებს ამ თემებს და დღეს რომ მინისტრიც დაემატა ამ შეხვედრებს დიდი ხანია უკვე მიმდინარეობს მე პერმანენტული შეხვედრები ამაზე ნედლრძეზე და წახალისება როგორ შეიძლება ამის და მომხმარებელი შეცდომაში არ შეყვანა როგორ შეიძლება იმიტომ რომ იქ გარდა იმისა რომ როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი ყველი არის კიდე სურსაცუნებლობის თემები იქ ბაქტერიები როგორია იქ არის თუ არა და მიკრობიოლოგია როგორია რასაკვირველი სანიტარიული ნორმები ყველაფერსო თავი დავანებოთ. პირველი რაც უნდა, როდესაც გეკითხებიან როგორი ყველი ქალბატონმა როგორი ყველი შემოწმებული. ხო პასუხი არ მაქვს. ბაზარში მოწმდება. ბაზარში არ მოწმდება საქმეც მაგაში. როდესაც მე მეუბნებიან რომ ახლა უკაცრავად სადარბაზოსთან რო ქალბატონი დგას სანდომიანი საყვარელი გლეხის ასე ვთქვათ პრეტენზიით რატომ დავუჯერო ჯერ ერთი რომ გლეხია თუმცა ღმერთმა ხელი მოუმართოს და რატომ დავუჯერო რომ მან მოწველის პროცესიდან ვიდრე ამოიყვანა ყველი და შეინახა ყველაფერი დაიცვა რას მიირთმევდა საქონელი ესეც ხომ მნიშვნელოვანია რამდენად მინდვრიდან კონცეფცია ხომ არსებობს ჩვენი მოგონილი ხომ არ არის მაგრამ რატომ დავიჯერო რომ ყველაფერი უკაცრავად დეიდა ჩემი რო გარდაიცვალა შემეშინდა მისი სამზადისი რო ვნახე ქვაბები ბზინავდა და მკითხე მისზად ბოდიში მაგრამ რითი ხეხავდა და ნაცრითო მითხრა ანუ ჩვენ კი არ გვესწავლება. აი კიდე ერთ სიტყვი და იქნება 2 წამი დამიმატოთ დრო. ძალიან ეშინიათ სიტყვა პასტერიზაციის და მე ამაზე ჩამოვყალიბდი, ძალიან ბევრი ვიმუშავე, გადავედი იქ საუკუნების მიღმა, გავიხსენე ყველაფერი, ყველა ლიტერატურა დავამუშავე, ყველა ბებოისავით ხელახლა გამოვკითხე. პასტერიზაცია არის ლათინური სიტყვა და ნიშნავს შეგრილება, გაცხელება შეგრილებას რძისას. ამას აკეთებდა მაწონს როგორ აკეთებდა 70 გრადუსზე დაახლოებით ვარცდები მაწონს როგორ აკეთებდა. კი, ასეთი მეთოდით. ხელებდა რძეს, მე გააგრილებდა ჩამოიყვანდა 40 გრადუსამდე, ანუ ახალმოწოლილი რძის ტემპერატურამდე ჩამოიყვანდა და ხოლოდ მე ჩაასხამდა მაწვის დედას. ზუსტად ასე აკეთებდა ყოველთვის. არ არსებობს გონიერ ქალბატონს, გონიერ მეყველეს ოჯახის ქალს ახალმოწოლილი ეგრევე ჩაეკოთ. ესე გზარმაცი იყო, ან არ იცოდა, რომ ასე უნდა გაეკეთებინა ორივე ერთმანეთზე უარესი უბედურება, აუცილებლად გამოცდილი ბებო, გამოცდილი მეყველე ქალი დიასახლისი, აუცილებლად აიყვანდა სადღაც. აი თიც რო ჩაყოვით
და ოდნავ რომ მოეჭირა რძეს გასაძლისი რო ყოფილიყო და მხოლოდ მე გააგრილებდა და მე ჩაყვეთავდა ყოს. ეს არის პასტერიზაცია. თავარი რეკომენდაცია მაინც არის რომ ეტიკეტირებული ყველი ვიყიდოთ და შემოწმებულ ესეც არ არის გამოსავალი, მაგრამ მე ხო გვეწევას გამკაცებული. ხო აუცილებლად სხვა გამოსავალი არ არის და კიდე შეუძლებელია გარჩევა. აი მაგალითად ნასრეტების არა, ნახეთ, ნასრეტებზეც მცდარი შეხედულება გაგვით. ჩემი ყოველი ნასრეტებია ბოდიში, მაგრამ თუ ის კულტურული ბაქტერიით მიღებული, ანუ ველური გაზი არის ველური გაზი, როცა ბაქტერია არის პათოგენური და ხედქავს ამ იმას, რა ქვია, ხლეჭს და ხედქავს სტრუქტურას, მთლიან სტრუქტურას ყოველისას. ეს შეიძლება იყოს ველური გაზი და საშინლად ზამაზიანებელი. რაც უფრო ბევრი თვალი აქვს და არა, ასე არ არის. თუ კულტურული ბაქტერია გაური არის კულტურული ბაქტერიების თელი წყება, ესეც იცოდნენ ჩვენ, რომ ყვავილებს ხმარობდნენ, მცენარეებს ხმარობდნენ, რომ კარგი თვლებიან, ან ტემპერატურულ რეჟიმს ხმარობდნენ, მაგრამ პასტერიზაცია თუ არ გაუკეთა, ანუ თუ არ შეაცხელა, თუ არ გააგრილა, ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამე საშინელება და ქიმია და უბედურება არ გეგონოთ ეს პასტერიზაცია, შევაცხელე და გავაგრილე. მორჩა და გავაჩერე იმ ტემპერატურაზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში. პათოგენური ბაქტერიები ყველაფერი მოვკალი, კეთილშობილი თავისთავად გადარჩა, საგემოვნოთვისებას ოდნავ შეუცვლის, მაგრამ უკაცრავად რა ჩემმა წინაპარმა თუ იცოდა რომ მავნებელი იყო აი ესე შეცხელება შეგლების გარეშე ყოლის გაკეთება უნდა ვიცოდეთ იმიტომ რომ აი ჩატების ეპოქაში კადო და ჯაერ და აკრიფერ და იმ წუთში გადმოგიყრეს უამრავ მაგალითს და უამრავ საკერ რჩევას მოგცემს აუცილებლად კიდევ ერთხელ გავიმეორებ თქვენი კითხვის პასუხად რომელი ყველი და როგორ გავარჩიოთ შემოწმებული ეტიკეტიანი. და შენახოთ სანიშოვანი მაცივარში არ ინახება ყველი როგორც ვიცი. ნახეთ, იმერულყოს არა უშავს რა, უყვარს მაცივი, საყოფა ცხოვრებო ტემპერატურა. და რამდენი ხანი ესეც მნიშვნელოვანია? მე მაგალითად სახში მაქვს ახლა εν რაოდენობით დერგები ჩუქნიან როგორც მეყოლეს ამ დერგებს და ვარ ასე ვთქვათ ფუფუნება მაქვს მაგრამ უბრალოდ აი კონტეინერში ან მე ვფუთავ მარილში მარილწყალში არ ვდებ არასდროს იმიტომ რომ მარილწყალი კიდე სალკე უბედურება როდესაც მარილში შევფუთავ ყველს პირს შეკრავს ანუ ყველი ხო ცოცხალი ორგანიზმია და ის ნასრეტები კი არა გარედან რო არაც არ არის კოაგულიც ელაცინოთება შეწეპება მარცვლის მარცვალზე როცა იქ ღარი რჩება ხრიალი ჩადის ხოლმე გულამდე მარილწყალი და როცა გარედან შევფუთავ შეკრულია კანი მაგდება და ზედმეტი მარილის შანსი არ არის რომ შეაღწიოს რა საინტერესო რეკომენდაცია ასე ვინახავ მე როცა მოუჭრი იმ რაოდენობას რაც ჭირდება საკვებად გადაუბან რასაკვირველია გავრეცხავ კარგად და ის მარილიც მოშორდება მაგრამ შიგნით არ არის რამდენ ხანს ინახება ესე შეგიძლია შეინახო რა ვიცი მთელი წელიც კი მაგრამ სულგუნს საერთოდ მაცივარი არ უყვარს სულგუნის შენახვა მაცივარში არის კატასტროფა. ის უნდა შეინახო ემალირებულ ქვაბში, ემალირებულ არ ვიცი ქართულად ეს სიტყვა როგორ არის. გრილ ადგილას ალბათ. გრილ ადგილას, რასაკვირველია ემალირ ან დერგში, კერამ მოჭიქულ დერგში უნდა შეინახო. იქაც მარილი უნდა მოაყარო, მეგრელები კარგად გამიმუქიორება, ესე ეძახიან მეგრელები მიმოპნევა მარილის და ადებ მეორე თავს მესამე ატრიალებ ამას, რომ ის თუ გაუშვებს შრაც რო გაუშვებს, წყალი ხო აქვს შიგნით იმას ერჩენილი ყოველს. ის წყალი არის მისი წათხი ასე ვთქვათ. ეცეალოს მარილწყლის დაყენება არის საჭირო იმისთვის რომ დიდი ინდუსტრია როცა არის ახლა იქ ასეთ 100,000 დერგს ვერ დადგამდა თუმცა არის ახირებული ქვეყნები რომლებიც ამ ტრადიციას არ არღვევენ და ინახავენ და ჩვენც ნელ-ნელ ამ ტრადიციებს აუცილებლად კიდევ დავაბრუნებთ აგერ იუნესკოში ვემზადებით იუნესკოსთვის ყოველის დასარეგისტრირებლად ეს მთელი ძალიან ძიმე სამუშაოა ყველაფერი და დაუსაბუთოთ იუნესკოს რომ აი მე რო გუდაში ვინახავდი ყოველს თუში რომ ვარ თურმე სამეგრელოშიც ვინახავდი გუდაში და მეგრული გუდის ყველი კრემყველია სხვა თუ არაფერი ხვდები და აი ამ დღესაც რო ვაკეთებ. ეს არის იუნესკოსთვის მნიშვნელოვანი, თორე 100 წლის წინ რას ვაკეთებდი და 100 საუკუნის წინ რას ვაკეთებდი, არა. ჭურჭელი გვაქვს დასარეგისტრირებელი, დერგი როგორც ქვევრი. ანუ სამუშაო ამ ქვეყანას ბევრი აქვს. გარდა იმისა, რომ ყველი გემრიელი არის ჩვენი სავიზიტო ბარათი. და აი პირდაპირ სახმობი არის ნებისმიერი ტურისტისთვის და გასტრონომისთვის ხო არის და არის მარგალიტი. უდიდესი მადლობა გაყინვაზე მინდა და მეკითხა, მაგრამ ისეთი მეთოდი გვასწავლეთ შენახვის, რომ გაყინვა აღარ არის კიდე ერთი გამოსავალი, თუმცა მე არ გაყინვა ამ წუთას ხველის ფესტივალზე ემდენი ყველი მაჩქეს იძულებული გავხდით რომ რაღაცები გამეყინებ თუ ხანდახან არის ხოლმე არც 1 გრამი არ მაქვს და მე საყინულიდან თუმცა ეს არ არის საუკეთესო მეთოდი შენახვის. უდიდესი მადლობა ძალიან საინტერესო სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო რეკომენდაციებისთვის და იმ სიახლე
მეღვინეებისთვის, რომელიც პირველები ჩვენ კი, გაგვიზიარეთ. პირდაპირ მოვდივარ სხდომიდან. ძალიან სასიამოვნო და ბატონ მოსასმენი დავით იყო. სონღოლაშვილს თქვენი გეცერით აი მადლობას უხდი იმისთვის რომ აი ეს შეხვედრაში მოიცალა და ეს გაჟღერდა როგორც იქნა ეს ინიციატივა. დიდი მადლობა მე მსმენელს შევახსენებ რომ ჩვენ დღევანდელი გაცემის სტუმარი ანა მიქაძე ყველის ისტორიის მკვლევარი და მე ყველებს ბრძანდებოდა მე კი მომავალ 4 შაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.